აი, ჩემო TikTok-ელონო ძალიან მაგარი გაბრაზებული ვარ რა. ამ ლანჩხუთზე და ყალეობაზე და იმაზე. ეხლა აი რესპუბლიკის საპატრულოს უფროს და იმას მინდა მოზრო. ჩვენ გადასახადებს ვიხდით. ყველანაირად ყველა მხრიდან პარსავენ. მაგის დამატებით თუ საპატრულო პოლიცია ჩვენი შესანახია, კიდეც გითხარით, პირდაპირ გამოაცხადეთ და არ გინდათ ისე რაღაცა ჩუმად ჯარიმების და რაღაცა ყლეობების ხაფანგების დაგება რა. ავტობანი თუ არის ავტობანი ეს დედამოწყრული, ვინც არ გააკეთა და ვინც არ დაამთავრა ის გაღორებულები რო იყვნენ ის ქარცელაძეები და ისინი რო შეჭამეს იმდენი მაყუთები ხო? ისიც ჩვენი გადასახდელია ეს დედამოწყრული? 100 მანქანიდან ხო 95-ს მაგ ლანჩხუთში ჯარიმას უწევთ. უნამუსობა არის პროფესორ. ავტობანი თუ არის ავტობანი ეს ყლეობები სპეციალურად დატოვებული ეგ გადასასვლელები რო არის. პერეხოდებს რო ეძებიან იქ ჩასაფრებული გაქვთ შანსი არ არის რომ მანქანამ გაიაროს გინა 10 თიარე. მაინც ჯარიმას წერენ. განდონები ეგენი რა. სუბტაპიდარასტობა არის რა. თქვენ უნამუსოებო თქვენ არა. ვერ გავიან ერთი ბათუმში ვერ ჩამოვედი და ვერ ჩავედი რომ 100-150 ლარი ჯარი არ კიდოდ იმენა ამ ლანჩხუთში და ამ განდონობაში რა. და ყველაზე სწორი გზა და ყველაზე ვაკე იქ არის რომ ყველაზე ადვილია მათ ავტობანის გაკეთება და სპეციალურად არ კეთდება ამდენი ხანია 25 წელიწადია რაღაცა ერთი 300 კილომეტრი ყლეობის გაკეთება არ შეგიძლიათ რა. ეს დედამოწყნული ესა რა. დაამთავრო და ამოიწონდა. ყველაფერი ხო ხალხისთვის უნდა კეთდებოდეს და არა ხალხისგან ფულის ამოკაჩავების და ყველაფერს იგონებთ იმისთვის რომ უბრალო ხალხი დაპრესოთ და როგორმე ფული ამოაცალოთ ასტამბერდერებით ჯიბიდან. გწვენოდეთ მოკლედ თუ თქვენი